თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღშენებაში. ჩვენ გახლავართ სამეფო კლუბის წევრი ლევან ბერაია. ეს გადაცემა სამეფო კლუბის ეგიდით სამეფო კლუბის გადაცემაა, სამეფო კლუბის ტელევიზიაზე გადის. YouTube არხზე, ვისაც გაინტერესებთ ჩვენი გადაცემები და ვისაც აინტერესებს საკუთარი გვარის ისტორია, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი. ჩვენ გახლავართ მონარქიული, ანუ ესე იგი მონარქისტები გახლავართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავუშვათ ძალიან ბევრს ეშლება და გონია რომ ახან მონარქიაზე ვლაპარაკო და მონარქისტები ვართ, გონიათ რომ ესე იგი ვართ, ესე იგი გვინდა აღდგენა რაღაცა კლასობრივი რაღაც დაყოფის, ამის წინააღმდეგი ვართ, იმიტომ ჩვენ ვართ სახალხო კონსტიტუციური მონარქიის მომხრევად, ანუ ესე ჰორიზონტალური ის გვაინტერესებს ჩვენ მაგას პრინციპები საქართველოში, იმიტომ ყველა უნდა იყოს თანასწორი. თანასწორი უფლებიანი და სოციალური დაყოფები, როგორც იყო დავუშვათ ადრე, თუმცა ადრე საქართველოში არასოდეს არ ყოფილა ბატონყობა, საქართველოში იყო პატრონყობა იყო. ეს პატრონყობაც არ გვინდა ჩვენ დღეს, გვინდა ესე იგი იყოს ესე თანასწორი უფლებიანობა, როგორც დავუშვათ ევროპის 12 ქვეყანაშია. 12 ქვეყანა, რომელიც ყველაზე განვითარებული და მაღალ განვითარებული ქვეყნებია. ეს მოკლედ როიცოდეთ რა ვინ ვარ და რა ვარ. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას. დღეს ჩვენ მოწვეული გვყავს ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც უზომოდ უყვარს თავისი ქვეყანა, უზომოდ უყვარს ისტორია, თავისი ქვეყნის ისტორია და უზომოდ უყვარს გვარები, ვინაიდან გვარებზეა დაფუძნებული დღეს, არა მარტო დღეს, მთელი ჩვენი ისტორია ფაქტიურად გვარებზე, ანუ პიროვნებებზეა დაფუძნებული. მთელი ისტორია და პიროვნებების გარეშე ქვეყანა არის გეოგრაფია მხოლოდ, ანუ მთელი ზღვები და მდინარეები არ არის ეს ქვეყანა მარტო, ეს ქვეყანა არის ის ხალხი, ვისაც ამ ქვეყანაში უცხოვრია უდიდგანვე. ეს ცხოვრება და ეს პიროვნებები ქმნიან ესე იგი გაერთიანებას, რომლებიც გვარება ჩამოყალიბდნენ. გვარი რა არის? გვარი არის სახელია, რომელიც მემკვიდრეობით გადადის მამიდან შვილზე, რომელიც პირველი გვარი წარმონაქმნეს, მასია მნიშვნელოვანი საქართველოში არის მე-19 საუკუნის განეკუთვნება, გაბრიელ დაფანჩული იყო ესეთი ადამიანი პიროვნება და სამთავრობაში ესე იგი დაფანჩულები უკვე ჩანან როგორც ესე იგი გვარად, ანუ ესე იგი გვარად ქცეული სახელი იყო. აქედან მომდინარე ესე იგი საქართველოში ნელ-ნელა ეს პროცესი იყო, ესე იგი შეუცვლელი იყო, დაიწყო მე-20 საუკუნიდან და მე-20 საუკუნეშიც კი გრძელდებოდა ამ გვარების წარმოქმნა. ამის უდიდესი მაგალითი არის გვარები, ისეთი გვარები, როგორებიც არის დავუშვათ ტრაქტორაშვილი და მანქანაშვილი, რომელიც არავითარ შემთხვევაში მე-19 საუკუნეში არ იქნებოდნენ ეს გვარები, ხო? ასე გვარიშვილები, რომლებიც მაგალითად დადეშქელიანები, კი ბატონო, ასე რომ გვართა წარმოქმნა ესე მე-20 საუკუნეშიც კი გრძელდებოდა. დღეს ყავს ესე იგი ლუკა ჩხარკავა, რომელიც არის ესე იგი მედიცინის ესე იგი სტუდენტი არის, რომელიც ჩემი არ იყოს, თქვენ კარგად იცით რომ მეც კვების მრეწველობის სპეციალისტი ვარ, 8 გამოგონების ავტორი ვარ კვების მრეწველობაში, მაგრამ ბავშვობიდან იყო ჩემი გატაცება იყო ეს გვარების ისტორია და აქედან გამომდინარე 3 წიგნის და ძალიან ბევრი 500-ზე მეტი შრომის და სტატიის ავტორი გახლავართ. და ასევეა, მე ახლა რომ უყურებ ლუკა ჩხარკავას, ჩემს ახალგაზრდობას ასე თქვა რაღაცნაირად ვხედავ მასში, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც ესე იგი აინტერესებს თავის საკუთარი გვარი და არა მარტო თავის საკუთარი გვარი, აინტერესებს სხვისი გვარებიც აინტერესებს,
ამ გვარებთან მიმართებაში ესე იგი ის მოვლენები რა მოვლენების უკავშირდება თითოეულ ჩვენგანის გვარს ეს არის ძალიან დიდ რაღაცას ნიშნავს. მინდა დაანონსო ის ამბავი რომ ლუკა ესე იგი მუშაობს ძირითადად მუშაობს აფხაზ თავადაზნაურთა გვარებზე. ხო და ამ მიმართულებით და ამ კუთხით ესე იგი ძალიან დიდი წარმატებები აქვს სულ მალე ალბათ კითხველი იხილავს მის წიგნს აფხაზეთის თავადაზნაურთა საგვარეულოები და მე მინდა წარმატებები ვუსურვო მას ამ საქმეში და გვინდა ჩვენი სურვილია რომ ეს ადამიანი დავიახლოვოთ და ეს ადამიანი ჩართულობა ესე იგი ჩვენ წლოვნა ძალიან ამდენი წლის 45 წლიანი ესე იგი გამოცდილება რა ჩვენ გაგვაჩნია ნელ-ნელა ეტაპობრივად ესე იგი ლუკას გავაცოთ ეს ყველაფერი და გააგრძელოს ბატონო გააგრძელოს თავისნაირი ახალგაზრდები მონახოს ახლა წეღარ მითხრა მე როგორ ბატონო ლევანო მე იმის საური ექიმი უნდა გამოვიდეო და მეც აგროინჟინერი ვარ მაგრამ ამ საქმესაც ვემსახურებ და დიდი შეთავსება შეიძლება კი რა თქმა უნდა შეიძლება ყველაფერი შეიძლება დღეს საუბარი გვექნება მხოლოდ ერთ გვარზე ხო მინდა რომ ესე იგი 10 გვარი აქვს მომზადებული ესე იგი ლუკას და ეტაპობრივად ლუკას უნდა რომ 3 გვარი ველაპარაკა 3 გვარზე მაგრამ მე ვუთხარი რომ ჯობია 10 გადაცემა გავაკეთოთ ჯერჯერობით და 10 გადაცემაში ვილაპარაკოთ და საფუძვლად ვილაპარაკოთ თითოეულ გვარზე და რატო უნდა ვილაპარაკოთ ახლა საფუძვლად აფხაზეთის გვარებზე იმიტომ რომ დღეს ძალიან გული ტკივა იმაზე რომ ჩვენი სისხლი და ხორცი ჩვენი ესე იგი ის ნაწილი სულის ნაწილი რასაც აფხაზეთი ქვია სახელი დღეს ჩვენთან არ არის ანუ სამწუხაროდ მესამე ძალა ჩაერია ესეთი საშინელი ძალა რომელმაც ესე იგი ის რომაული ისო იყო რა ქვია დათიშე და იბატონე ამ დათიშე და იბატონეს პრინციპმა აი ჩვენს კარგად იმუშავა მაგრამ იმედია რომ დროებითი ეს რა თქმა უნდა ხო და იმიტომ რომ ის მე სულ მახსენდება არ ვიცი ხა ეს ლეგენდის სახით ვიცით ეს დოკუმენტურად არ გინდება მაგრამ მე-19 საუკუნეში თუ მე-18 საუკუნეში ზუსტად არ ვიცი რომ ლეგენდას იყო ასეთი მომენტი რა ორ სოფელს შორის ესე იგი გაღმა ანუ აფხაზებსა და მეგრელებს შორის საკმაოდ დიდი ხნის ტრობა იყო ჩამოვარნილი და ასეთ რაღაცა მოიფიქრეს მოკლედ რა ორივე მხარე შვილები გათვალეს ესე იგი მეგრელის ბავშვები ესე იგი აფხაზეთში იზრდებოდნენ და აფხაზეთის ბავშვები იზრდებოდნენ სამეგრელოში და აი ეს გამოდგა ძალიან კარგი მაგალითი გამოდგა ძიძიშვილობის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა სწორედ რა თქმა უნდა და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ შორის ესე იგი ერთმანეთის უნდა გვესმოდეს ერთმანეთი უნდა ვაფასებდეს და ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს აქედან გამომდინარე ჩვენს ამ გადაცემას არა მარტო ისტორიული დატვირთვა, არამედ პოლიტიკური დატვირთვა შეიძლება ქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვდგავთ ნაბიჯს აფხაზების მიმართულებით და იმედია რომ აფხაზებიც გადმოდგამით ჩვენ მიმართულებით, ესე იგი ნაბიჯს. ჩვენ ამავე დროს გვინდა რომ ესე იგი აი მახან ვისარგებლო შემთხვევით და სამეფო კლუბის შეხედულება საერთოდ ამასთან დაკავშირებით მინდა რომ განვაცხადო და მე აგეთ ციტირებას გავაკეთებ ჩვენი ერთ-ერთი ესე იგი გაცხადებული ესე იგი გაცხადებიდან საქართველოს სამეფო კლუბის პოზიცია აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სამეფო კლუბი თავისი იდეოლოგიისა და გადაწყვეტილების შესაბამისად თulis საქართველოს რესპუბლიკურ მონარქიაში აფხაზეთს შეიძლება ჰქონდეს სამთავრო სტატუსი ეს იმ შემთხვევაში თუ ესე იგი ის რა ჩვენ გვინდა რა ჩვენ გვაინტერესებს ანუ მონარქიული წესწყობილების აღდგენა საქართველოში და ეს უნდა იყოს სახალხო კონსტიტუციური მონარქია და სხვანაირ მონარქიაზე ჩვენ არ გვაქვს არანაირი ესე იგი არც გვაინტერესებს და არც გვინდა უნდა რა უნდა ქონდეს აფხაზეთის თავარი იქნება საქართველოს ტახტის მემკვიდრე ანუ ტახტის მემკვიდრე რომელიც ვესპაკნას თუ ყავდეს გვაყოლება ტახტის მემკვიდრე კი ყავს მაგრამ თუ გახდება მონარქი გახდება უნდა მემკვიდრე ბაგრატიონების და ლეონიდების შთამომავალი უნდა იყოს დიდი ბრიტანეთის მაგალითის მიხედვით სადაც ტახტის მემკვიდრე გახლავთ უელსის მთავარი გახლავთ
ასეთი დაახლოებით აფხაზეთის მთავარმა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრემ კარგად მაიცული საქართველოს სახელმწიფო ენები, ქართული და აფხაზური. იგი იქნება აფხაზთა აფსარების ინტერესების დამცველი და გამტარებელი სახელმწიფოში და მსოფლიოში. ეს ყველაფერი აისახება კონსტიტუციაში. აფხაზეთის მთავრისა და საქართველოს მეფის ტიტულებში, აფხაზეთის მთავარი საქართველოს ტახტის მემკვიდრე, მთავარი აფხაზეთის და სრულიად საქართველოს მეფე. მეფე აფხაზთა ქართველთა ეს არის ის ტიტულატურა, რაც შეიძლება გქონდეს და რაც ისტორიულად რა თქმა უნდა ისტორიულადაც იყო ეს ყველაფერი, ხო, იმიტომ რომ დიდი გაერთიანება როგორ გახსოვს როგორ დაიწყო ეს იგი აფხაზებისა და აվել ბაგრატიონების კი ბატონო, რა თქმა უნდა. აფხაზეთის სამთავროს მმართველობა მისი საკანონმდებლო აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა ყალიბდებოდეს და მოქმედებდეს იმ პრინციპებით, როგორც დადგენილი იყოს ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დროს აფხაზთა, აფსართა და ქართველთა ეროვნული ინტერესების სრული გათვალისწინებით, დაცვით და გარანტიით. ეს ყველაფერი აისახება კონსტიტუციაში. ეს მოკლედ ის გადახოვა, რაც ცაგე გადაცემათ უნდა მეთქვა, მაგრამ ესე იგი ვისაგებლე შემთხვევით. ეხლა მინდა წარგიდგინოთ, ესე იგი, ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ძალიან პერსპექტიულია და დღეს საუბარი გვექნება ერთ-ერთ ძალიან ძლიერ აფხაზურ გვარზე, რომელიც სამეგრელოშიც ძალიან იყო, ესე იგი, გავცელებული და სამეგრელოშიც ხდებოდა ეს გვარი, მარღანიების გვარი, ხო? დიახ. აიგად და ისა ბატონ პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ბატონო ლევან მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის. მინდა წარმატება გისურვოს თქვენს და თქვენს ამ გადაცემასაც. ჩემს შესახებ ვიტყვი ორი სიტყვით, თქვენ უკვე ახსენეთ, რომ აფხაზეთის ახალგაზრდული სააგენტოს დაფინანსებით ძალიან მალე უკვე დაიბეჭდება ჩემი წიგნი აფხაზეთის აზნაურთა საგვარეულოები, რომელშიც შესული არის 10 აფხაზური საგვარეულოს ისტორია, მათი ასე ვთქვათ წარმოშობის ადგილების შესახებ, ასევე მათი ფოტოსურათები, ის ადამიანები, რომლებიც თქვათ შეეწინნენ მეორე მსოფლიო ომს, პირველ მსოფლიო ომს, ასევე სტალინურ რეპრესიებს და ისეთი ადამიანების, რომელთა შესახებ ჯერ არ დაწერილა და პირველად გამოქვეყნდება ამ წიგნში. ამისათვის ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ და ისევ მადლობას გადავუხდი აფხაზეთის ახალგაზრდულ სააგენტოს. ჩვენც ვუხდით მადლობას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი საქმეა. მე ძალიან ვიცი, ძალიან კარგად ვიცი რა იმას რა ქვია, ეხლა სამი წიგნი მაქვს გამზადებული დასაბეჭდად ვერბეშთა, იმიტომ რომ დიდ ფინანსებთან არის რა თქმა უნდა და როცა ვიღაცა გამოჩნდება ასეთი ადამიანი, ეს არის ძალიან დასაფასებელია და მადლობა ჩემგანაც იმ ორგანიზაციას. ახლა უშუალოდ მიმოვიხილოთ მაშინ მარღანიათა გვარი, როგორც ახსენეთ, ეს არის აფხაზური წარმოშობის ქართული გვარი, მისი აფხაზური შესატყვისი არის მან ან მარღან. ეს გვარი წოდებრივად აზნაურთა წრეს წარმოადგენდა, მაგრამ ბევრი ქართველი ისტორიკოსი და მკვლევარი და მათ შორის ქართველ ცხოვრების ავტორი ნიკო დადიანი მათ თავადებთა შორის მოიხსენიებს, რაც გასაკვირი არ არის გამომდინარე იქიდან, რომ მე-19 საუკუნეში მარღანიების გვარი საკმაოდ დაწინაურებული იყო, როგორც ვთქვათ, ფინანსური და ეკონომიკური, ასევე გავლენის თვალსაზრისითაც და ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ კაც მარღანია და ჰასან მარღანია, რომელთა შესახებაც ქვემოთ უფრო ვცლად ვისაუბრებ, მაგრამ ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო კაც მარღანიას ცხოვრებიდან. კაც მარღანია ეს იყო აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შერვაშიძის აღმზრდელი და ასევე რუსეთის გენერალ-მაიორი და საკმაოდ დიდი პიროვნება იყო აფხაზეთში, ნუ თავრის შემდეგ პირველი პიროვნება იყო. მთავარმა მიხეილ შერვაშიძემ შესთავაზა მას, რომ თავადის წოდება მოგანიჭებო, მაგრამ კაც მარღანიამ იფიქრა და ასეთი პასუხი უთხრა, რომ თუ მთელს ჩემს საგვარეულოს მისცემ თავადობას, მაშინ დაგთანხმდები. თუ არა და ისე მე აზნაურობა მეყოფა და თავადობა არაფერში მჭირდებაო. ეს იმიტომ რომ იმდენად გავლენიანი იყო და იმდენად ასე ვთქვათ დიდი კაცი იყო, რომ ჰენრიხ ასეთი შემთხვევა იყო, ესე იგი საფრანგეთის ისტორიაში ჰენრიხ მეორე ესე იგი იმას კოლის, ადმირალ კოლის შესთავაზა, ესე იგი ისა რა ვქე მაგას პრინცის ტიტულის შესთავაზა და უარი თქვა, ჰერცოგი ვარ და მეყოფაო. კი ბატონო, ზუსტად იგივე იდენტური ამბავი მოხდა კაც მარღანიას შემთხვევაშიც. კი ბატონო, ადოლფ ბერჟე მინდა გავიხსენო, ეს არის ფრანგული წარმოშობის რუსი ორიენტალისტი, ეთნოგრაფი, ისტორიკოსი და კავკასიოლოგი, რომელიც თავის წერილში ისევ აფხაზეთზე 1856 წელს, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ კავკასი
კავკაზის 92 ნომერში იხსენიებდა, რომ აფხაზეთში გლეხების გარდა ცხოვრობენ აზნაურები და მათ შორის ყველაზე დაწინაურებული ეს არისო მარღანიები, ხოლო თავადებიდან შარვაშიძე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მარღანიები საკმაოდ გავლენიანი ადამიანები იყვნენ. სტატისტიკას მინდა შევეხო, 1996 წლისათვის საქართველოში ცხოვრობდა ასე იგი 730 მარღანია, 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით საქართველოში ცხოვრობდა უკვე 584 მარღანია, ხოლო დღეს 2025 წლის ივნისის მონაცემებით საქართველოში 791 მარღანია ცხოვრობს და მინდა დავამატო, რომ აქ არ არის შესული აფხაზეთის და სამაჩაბლოს მონაცემები. და ჩრდილოეთ კავკასიის ცხოვრები მარღანიების შესახებაც აქ არ არის ინფორმაცია. ასევე როგორც თურქეთში მუჰაჯირებად წასულ მარღანიებზე. ხო, მარღანიათა გვარის შესახებ სხვა აფხაზური საგვარეულობის მსგავსად დოკუმენტირებული ცნობები მე-19 საუკუნემდე არ არსებობს. შესაბამისად, ძალიან რთული არის იმის ვარაუდი, თუ რა სიძველის გვარი არის ეს. მაგრამ ესე იგი, უნდა აღინიშნოს, რომ იმის თქმა შეგვიძლია ზუსტად დაზუსტებით, რომ ეს არის ქართული წარმოშობის გვარი, ტოპონიმიკის, ესე იგი, ეტიმოლოგიის უпростоრად მიხედვით. მარღი ქართულად ნიშნავს თეთრ თვალებას, ხოლო მარღანი მეგრულად ნიშნავს იგივე თეთრ თვალებას ან ლიბრა გადაკრულის მნიშვნელობითაც იხმარება. გვართამკვლევარი ილია მაისურაძე აღნიშნავს, რომ მარღანია საკუთარი სახელი მარღანასაგან წარმოშობილი გვარი არის და ამავე ფუძის არის მარღანაშვილი. აფხაზეთის ისტორიის მკვლევარი მეცნიერი უკვე გარდაცვლილი ბატონი ვალერიან ზუხბაია თავის ციკლში ქართული გვარსახელები და ტოპონიმები აფხაზეთში წერდა, რომ მარღანიათა აფხაზური შესატყვისი მაანი 1950-იან წლებამდე არ არსებობდა და 1950 წელს იგი პირადად შეხვედრია ვლადიმერ მარღანიას, რომელიც პირველი ყოფილა, რომელმაც მაანად გადაიკეთა გვარი. ბატონო, აი თუ გახსოვს იმისი, რა ქვია, კონსტანტინე გამსახურდიას ბებია იყო ჯარამხან მარღანია, მაანი, კი ბატონო. ჯარამხან მაანი. და მიუხედავად ვალერიან ზუხბაიას ამ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, წყაროსი, ზუგდიდელმა ისტორიკოსმა, ცნობილმა ზუგდიდელმა ისტორიკოსმა, ოდიშ-აფხაზეთის ისტორიის მკვლევარმა, ბატონმა აბესალომ ტუღუშმა მიაკვლია ერთ-ერთ დოკუმენტს, თურქულ დოკუმენტს, რომელსაც ეწოდება იბრაჰიმ ხაშიმის წერილი აფხაზი თავადებისა და აზნაურებისადმი, რომელიც 1805 წლით თარიღდება, ეს მოსაზრება უარყოფილი იქნა. რადგანაც ამ წერილში ვკითხულობთ, წავიკითხავთ სიტყვას მოხდა, ეს წერილი მიემართება ბედიის ციხესიმაგრის მახლობელ სოფელ კობათის პატივცემულ თავად სოლომონ ზაფშიხაძეს და აფხაზეთში ილორის ნავსაყუდელის მახლობლად სოფელ ყდაგში, ანუ დღევანდელ გუდავაში, ცხოვრებ თავადებსა და აზნაურებს მაანიძეებს და ანაკლიაში მცხოვრებ შარვაშიძეს. აშკარა არის, რომ მაანიძე ამ შემთხვევაში მარღანიას გარდა სხვა არავის შეიძლება რომ იყოს. და განსაკუთრებული ისიც არის, რომ ქართული დაბოლოებით, ანუ ძე დაბოლოებით ეს გვარი აქამდე ცნობილი არ იყო. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ თურქეთი ამ შემთხვევაში მე-19 საუკუნეში აფხაზეთს და აფხაზ ხალხს როგორც საქართველოს განუყოფელ ნაწილს ასე უყურებდა. და ასევე მეორე გვარი ზაფშიხაძე, რომელიც არის აქ მოხსენიებული, ესეც აფხაზური გვარი ძიაფშიფა უნდა იყოს, ქართულად ძიაფშიშვილი, ზეფიშვილი ან მეგრულად ზეფისხუა. ამ ვარიანტით, ზაფშიხაძის ვარიანტით პირველი დადასტურებული და მე მგონი უკანასკნელი ვარიანტი არის ამ შემთხვევაში 1805 წელს. ხო, მეცნიერთა ნაწილი მარღანიების გვარს აკავშირებს ძველ დასავლურ ქართულ ფეოდალურ გვართან ამანელიძეებთან. ამანელიძეები ცხუმის ერისთავები იყვნენ მე-14 საუკუნეში მოგვეხსენება, თუმცა დღეს უკვე ეს ჰიპოთეზა უარყოფილი არის ბატონი ზურაბ პაპასკირის მიერ და არ დასტურდება მარღანიებისა და ამანელიძეების ნათესაური კავშირები. ყოველ შემთხვევაში წყაროები არ გვაძლევენ ამის საშუალებას. მარღანიები ცხოვრობდნენ ძირითადად ბზიფის, ანუ ზუფუს მიდამოებში, ასევე აბჟუაში, გუმასა და სამურზაყანოში. ანუ აფხაზეთის ეს ისტორიულ-გეოგრაფიული ცენტრები იყო მარღანიათა განსახლების ადგილი. სამურზაყანოს მარღანიების, ასე ვთქვათ, სამურზაყანოში მარღანიების გავრცელება და ჩამოსვლა დაკავშირებული არის ზეგნაკ და ყვაპუ შერვაშიძეების სახელთან. აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი, ერთიანი აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი ზეგნაკ შარვაშიძე, როდესაც გარდაიცვალა, ამის შემდეგ აფხაზეთი მისმა შვილებმა, მისმა ვაჟებმა დაინაწილეს და სამურზაყანო ამ შემთხვევაში ერგო ყვაპუ შარვაშიძის. ყვაპუ შარვაშიძის სამურზაყანოში ჩამოსვლას
ეხმიანებოდა 1897 წელს გაზეთ კვალში, კვალის მე-20 ნომერში თეიმურაზ ჭიჭინაძე, რომელმაც გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ მან ბედიაში ყოფნისას ერთ-ერთი თავადის ოჯახში აღმოაჩინა დოკუმენტი, რომელიც ვორონცოვს მიემართებოდა, დაახლოებით მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის უნდა იყოს, მაგრამ არ ათარიღებს თვითონ ჭიჭინაძე ამ საბუთს. და აქ მოხსენიებული არიან ეს ზეგნაყ და ყვაყუშარვაშიძეები. მინდა წავიკითხო ერთი ამონარიდი ამ საბუთიდან. ესე უკანასკნელი ნაწილი, ანუ სამურზაყანო იგულისხმება, ამღრეულ დროებათა გამო ყოფილა უდროდ დაცარიელებული მცხოვრებთაგან. ამის გამო ყვაყუს გამოუგზავნია ბზიფიდან, ესე იგი უფროსი ძმის საზღვრიდან რამდენიმე გვარნი, თავადნი და აზნაურნი. სახელდობრ ანჩაბაძე, ემხვარი, ინალიშვილი, მარღანია, ზვანბაია, ლაკირბაია და აკირთავა, რომელთათვისაც დაუნაწილებია ესე საზღვარი, ხოლო თვის და სახასოდ მოუცავს სოფელი ბედია, ფახულანი და ბარბალო, ანუ დღევანდელი კოკი. ესე იგი, დაახლოებით მე-18 საუკუნის ბოლო, მე-19 საუკუნის დასაწყისში უნდა ვივარაუდოთ მარღანიების და სხვა ჩამოთვლილი გვარების სამურზაყანოში გავრცელება. ხო, მე-19 საუკუნეში მარღანიები, იგივე მაანები, მკვიდრობდნენ შემდეგ სოფლებში. ეს არის ფსირცხა, აძიუბჟა, იგივე ქართულად შუაწყალი, ხოფი, იგივე ხვაპი, ასევე მუგუძირხვა, აფიცხვა და მერყულა. ამას გარდა სამურზაყანოში ისინი ფლობდნენ სააზნაურო მამულებს, კონკრეტულად კი სოფელ რეფში, გუდავაში, დიხაზურგაში, გალში, რომელიც იმ დროს სოფელი იყო და ოტობაიაში. ოტობაიაში სულ რამდენიმე მარღანიების ოჯახი ცხოვრობდა და მათ შორის იყო ჩემი წინაპრები დიდიბების მხრიდან. როგორც ვიცი, მათგან ისინი ჯერ ფიჩორში დამკვიდრებულან, შემდეგ დიხაზურგაში და ბოლოს გადასულან ოტობაიაში. ამას გარდა მარღანიები სამეგრელოშიც ცხოვრობდნენ, კერძოდ ზუგდიდში, ტყვირში, ხობსა და სუჯუნაში. და აღსანიშნავი არის, რომ ამ გვარის ერთი შტო მე-19 საუკუნეში გადმოსახლებულა თბილისთან მახლობელ სოფელ ლისში და დამკვიდრებულა. დღესაც ცხოვრობენ ლისში მარღანიები, როგორც მე ვიცი. არსებობს ასევე ლეგენდა, რომელიც ქართულ გვართა მკვლევარის როლან თოფჩიშვილის წიგნში ლეჩხუმური გვარსახელები არის მოხსენიებული და ამ ლეგენდის თანახმად ლეჩხუმში მცხოვრები მანდარიებიც მარღანიებისგან მოდიან. როგორც ლეგენდა გვეუბნება, დადიანს მარღანიების ძმა მოუკლავს. მანდარიების აზნაურები გახლავთ, დიახ. როგორც ლეგენდა ამბობს, დადიანს მოუკლავს მარღანიეთა ერთი ძმა, ხოლო მარღანიებმა შურის ძიების გამო დადიანს თავისი უცხოეთიდან ჩამოტანილი, ახლად ჩამოტანილი ვაზი მთლიანად, ასე ვთქვათ, გაუკაფეს და მისი რამდენიმე ენერგი ჩამოიტანეს ლეჩხუმში, სადაც გადმოსახლდნენ. სწორედ ასე ისუნდერში, ოყურესსა და ზუბში გავრცელდა ვაზის ჯიში, რომელსაც უსახელოურს უწოდებთ დღეს. ძალიან კარგი ვინაობიობა. დიახ. ხო, მინდა გითხრათ. ასევე არსებობს გალის სოფელ დიხაზურგაში შემორჩენილი ამ სოფლის ისტორია, უფრო ლეგენდა არის ვიდრე ისტორია, რომლის მიხედვითაც დიხაზურგაში პირველად ჩამოსულა აზნაური ასლანგერ მარღანია, რომელსაც ზუფუდან, ანუ ბზიფიდან ჩამოუყვანია თავისი მეჯინჩხატე, იგივე ფიოჩი, იგივე აზატი, გვაგვალიას გვარიდან და ისინი ერთად დამკვიდრებულან დიხაზურგაში. ნუ, როდესაც ჩამოსულან შემოღამებიათ და პატარა მუხაზე, რომელსაც მეგრულად ჭყონი ეწოდება, გადაუფარებიათ თავიანთი ნაბადი და იქ ჩასძინებიათ, ხოლო როდესაც გაიღვიძეს, მოეწონათ ეს ადგილი, დაარჩნენ და შემდეგაც ეს მუხის ადგილი, ანუ სადაც ეს დიდი ჭყონი აღიმართა შემდეგში, სოფლის ცენტრალური ნაწილი გახდა. ამას გარდა დიხაზურგაში პირველი სკოლის გახსნაც ეს ისტორია რაღაც მახსენდება, მე მგონი რაღაც ჟღარკავებთანაც არის რაღაც კავშირში, თუ დაახლოებით ამდაგვარი რაღაც არის ჟღარკავებთანაც არის კავშირში, იმიტომ რომ თითქმის ყველა დასავლურ ქართულ გვარს აქვს ერთნაირი ლეგენდა, რომ ან ვიღაცამ მოკლა და შემდეგ გადმოსახლდა სხვა ადგილას, იქ ჩაეძინა, ნაბადი გადააფარა და აი ზუსტად ასეთი არის ერთ-ერთი ჟღარკავების სავარაუდოდ ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ თლად რეალობასთან კავშირში არ უნდა იყოს, მაგრამ მე როდესაც ვეცნობოდი 1860-70-იანი წლების მეტრიკულ ჩანაწერებს სამურზაყანოში, იქ მოხსენიებული იყო ერთ-ერთი პიროვნება, რომლის მამის სახელადაც დასტურდებოდა ასლანგერ მარღანია დიხაზურგაში. ესე იგი, ეს პიროვნება ნამდვილი პიროვნება იყო და მართლაც არსებობდა. თუმცა პირველი მოსახლე იყო თუ არა დიხაზურგის, ამის გაარკვევა ალბათ უკვე შეუძლებელი არის დღეს.
ხო, და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პირველი სკოლის დაარსებაც დიხაზურგაში 1856 წელს მარღანიათა გვარს უკავშირდება. იყო ასეთი პიროვნება ყივი მარღანია, რომელიც მონაწილეობდა ომერ-ფაშას წინააღმდეგ ბრძოლაში და იგი გახლდათ სამურზაყანოს მოხალისეთა რაზმის მეთაური. და სწორედ მან დაარსა პირველი სკოლა დიხაზურგაში 1856 წელს. პირველი ოფიციალურად დათარიღებული საბუთი, რომელშიც იხსენიება მარღანიები, ზემოთ ხსენებული 1805 წლის საბუთი არის, ეს თურქული საბუთი, იბრაჰიმ ხაშიმის წერილი აფხაზ თავადაზნაურების მიმართ. შემდეგ 1808 წელს უკვე იხსენიება 12 აგვისტოს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველისადმი გიორგი შარვაშიძის სათხოვარი პუნქტები, რომელშიც იგი ითხოვს, რომ კანონიერად იქნას აღიარებული მისი მმართველობა, რადგანაც მისი მამის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ის იყო კანონიერი მემკვიდრე აფხაზეთის სამთავროს ტახტისა. და ამ წერილში სხვა თავადაზნაურებთან ერთად ამ წერილს ხელს აწერენ როსტომ, ხიტუ, ბეჟან, ლევან, ჯამბულათ, ასლანბეგ და როსტომ მარღანიები. 1822 წელს თამარ შარვაშიძის, რომელიც გახლდათ აფხაზეთის მთავრის მეუღლე, მის შედგენილ ერთ-ერთ წერილში, რომელიც მიემართებოდა კავკასიის მთავარ მართებელ ერმოლოვს, მას მოხსენიებული ჰყავს აზნაური თლაფს მარღანია. 1833 წლის 15 მარტს შედგენილ რეპორტში, რომელიც მესამე ბრიგადის 22 ქვეითი დივიზიის მეთაური ვაკულინსკის წერდა კავკასიის კორპუსის მეთაურ როზენს, ასეთი ამბავი არის მოხსენებული, რომ ბზიფის სოფელ ხოფში, რომელშიც 9 სახლი იდგა და ეს სოფელი ეკუთვნოდა კაც მარღანიას, ასე ვთქვათ, კაც მარღანიას მამულში შედიოდა. 3 მარტს გამთენიისას ამ სოფელს დაესხნენო თავს ჩერქეზები. ჩერქეზებმა 13 კაცი, 16 ქალი და 8 ბავშვი გაიტაცესო აქედან და როდესაც ისინი უკვე უკან ბრუნდებოდნენ თავიანთი ტერიტორიებისკენ, ერთი კაცი მათ შემოაკვდათ. ასევე მათ დააჭრეს თავადი ისმაილ ემხვარი და აზნაური სოლომონ მარღანია. ეს იყო 1833 წელი. 1834 წელს 11 მაისის წერილში მოხსენიებული არიან აზნაურები კაც, მისოუს, ტომარ და ზურაბ მარღანიები. ზოგადად მე-19 საუკუნის ისტორიულ საბუთებში იქნება ეს მეტრიკული ჩანაწერები, წერილები თუ რეპორტები, მარღანიათა გვარი საკმაოდ ხშირად გვხვდება და ეს ალბათ ძალიან დიდ დროს წაიღებს, რომ მთლიანად გამიხილოთ ეს ყველაფერი და ჩემი აზრით უკეთესი იქნება უკვე გადავიდეთ უშუალოდ ტოპონიმებზე, რაც გვხდება აფხაზეთსა და სამეგრელოში მარღანიების გვართან დაკავშირებით. გუდაუთის რაიონში არსებობს რამდენიმე ტოპონიმი, რომელიც დაკავშირებულია მარღანიებთან. ეს არის მაგალითად მან-შხა, ანუ ქართულად მანის მთა, მან-იძიხ, მანის წყარო, მან-იკვარა, მანის ღელე და სამეგრელოში ქოღეის ნაპირას ტუნგის პლანტაციას ერქვა, ასევე ეზა მარღანხეშ დიხა, ანუ ეზა მარღანიას მიწა. სოფელ სუჯუნაში არსებობს სოფლის ერთ-ერთი უბანი, რომელსაც სამარღანიოს უწოდებენ. ხო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შემორჩენილი არის აფხაზეთში მცხოვრებ მარღანიათა საგვარეულოს დამღები და ეს არის რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ ძირითადად მაინც ეს არის თავარი, ასე ვთქვათ, მათი წინაპრების ეს თამგაზია ლაპარაკი არა? თამგაზია, თამგაზ ეძახიან რუსულად დია. ეს დამღები, იგივე დაღები, რომელიც თითქმის ყველა გვარს გააჩნდა სამეგრელო აფხაზეთში და ეს თედო სახო კი ასაც აქვს ძალიან კარგად აღწერილი. ხო, თავარი, ანუ წინაპრის თავარი დამღის ნაცნობი ვარიაციები იყო რა. და რამდენიმე ადამიანს, მათ შორის კაც მარღანიას საკუთარი დამღა გააჩნდა, არა გვარის, არამედ საკუთარი. ხო, მარღანიათა გვარს ბევრი გამოჩენილი და წარმატებული ადამიანი ჰყავდა, მათ შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში ამ გვარიდან 13 ადამიანი იყო გაერთიანებული და ისინი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ აფხაზეთში განათლების, ესე ვთქვათ, გავრცელების მნიშვნელოვან და საჭირობროტო საქმიანობაში. უნდა აღინიშნოს ასევე მარღანიების და მარშანიების გვარის, ასე ვთქვათ, სასიკეთოდ, რომ 1920 წელს, როდესაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ხანაში დამოუკიდებლობა მოიპოვა, კონსტანტინოპოლში გრიგოლ რცხილაძესთან, რომელიც ამ დიპლომატიური მისიის თავმჯდომარე გახდა თურქეთის რესპუბლიკაში, უბრალოდ იმ დროს ოსმალეთში,
მისულან მარშანიას და მარღანიას საგვარეულოს წარმომადგენლები, რომელთაც მიულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობა. დიახ, მუხაჯირთა შთამომავლებზეა საუბარი, რომელთაც მიულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სურვილი გამოუთქვამთ, რომ ესე იგი შესაძლებლობის შემთხვევაში ისინი დაბრუნდებოდნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში. როგორც მარშანია და მარღანია აღნიშნავდნენ, დაახლოებით 150,000 მუჰაჯირი უკვე მზად იყო, რომ აფხაზეთში დაბრუნებულიყო. ამის შესახებ კი რცხილაძე საქართველოში აგზავნიდა ასეთ ცნობას, რომ მათ განაცხადეს, რომ როგორც ისინი პერსონალურად, აგრეთვე ყველა აფხაზნი საქართველოსთან ერთობის მომხრენი არიან და მომავალში ამისათვის იმუშავებენ. მათი სიტყვით ოსმალეთში ასეთი მუჰაჯირების რიცხვი 150,000-ს აღწევს. ამიტომ გთხოვთ იქონიეთ ეს მხედველობაში და ოსმალებთან ზავის შეკრვის დროს მოითხოვოთ, რომ უზრუნველყოფილი იქნას საგანგებო დადგენილებით იმ მუჰაჯირებისთვის, რომელნიც გადმოსახლებულნი არიან ოსმალეთში კავკასიიდან რუსების ბატონობის დროს და აგრეთვე მათი შთამომავლებისათვისო. რომ უფლება ჰქონდეთ მათ სამშობლოში დაბრუნებისა. ამ ფაქტიდანაც ძალიან კარგად ირკვევა, რომ ნამდვილ აფხაზებს, ნამდვილ ასე ვთქვათ სამურზაყანოელებს იმ დროის ანუ 1918-21 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხანაში ჰქონდათ ეს მისწრაფება, რომ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ და ყოფილიყვნენ ისტორიული დედასამშობლოს წიაღში. თქვენ ხომ არ დაამატებთ რა? ძალიან კარგი, ხა რასაც წარგვიდგინა, ეს არის ძალიან კარგი, ესა ფუნდამენტური უკვე ნაშრომია, რომელიც ესე იგი ძალიან კარგია. ეს არის მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრა, რუკა ასეთი გაწეული, ასეთი დიდი ისე ჯაფა ეს მე ვიცი. რას ნიშნავს ამის მოძიება და რა არის რა შრომასთანაა დაკავშირებული და რა მონდომებასთანაა დაკავშირებული, ძალიან კარგად ვიცი და ამიტომ დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. და ჩვენ ნამდვილად გავაგზავნებთ ჩვენს ურთიერთობებს, იმიტომ რომ ჯერეთი საინტერესოა როგორც ახალგაზრდა კაცი საქმეს დიდ საქმეს შეიჭიდე და ეს არის ძალიან კარგი. შემდეგ ესე იგი იმის გარდა რომ ესე იგი ეს თითოეული ადამიანი და არა მარტო მარღანიებზე არ მაქვს საუბარი, ნებისმიერი დაინტერესებული პირი გაეცნობა ამა თუ იმ გვარის ისტორიას, ანუ ამ შემთხვევაში მარღანიების გვარის ისტორიას, ამავე დროს არის კიდე ერთი კეთილი ის არის გადადგმული ნაბიჯი. აი აფხაზები ჩვენი ძმების მიმართ რაც ვიც ესე იგი ჩვენ იქ თუნდაც აი ამ ბოლო ფაქტის შეხსენება კი ბატონო რა თქმა უნდა იქი დაჩნენ და სამწუხაროდ მოხდა ესეთი რაღაცა თუ გახსოვს რა ქვია მაგას ქვარო ჩააგდო იმან რა ქვია მაგას და ერთმანეთს დაჭამეს ასეთი რაღაცა დაგმართა მესამე ძალა პრობლემაც რომელიც ერთმანეთს გადავკიდა და გადაგვამტერა მაგრამ ეს მე გონია რომ ეს არის დროებითია და გაივლის ყველაფერი და ის დაიწყება ეხლა რაც მოხდა ორივე მხარეს მიმართ ეს არის შეუძლებელი ეხლა როგორ შეიძლება დაივიწყო ის საშინელება რომელიც ორივე მხარემ ჩაიდინა აქითა მხარემაზე იქითა მხარემაზე თუ ჩვენ გვინდა ესე იგი შერიგება უნდა დავიწყოთ ის რაღაცა მტრობა და ერთმანეთს ხელი უნდა გაუწოდოთ მე რა დამატება რა მე ერთადერთი საქმეა მინდა დავამატო ცალკე პიროვნებებზეც მინდა მე ვისაუბრებ ხო კი ბატონო ხო ზაბოთ რა იყო იცით აი მე-19 საუკუნეში ესეც მუხანათური და ვერაგული ის იყო რა ქვია მაგას ჩვენი შტილელი მეზობლის რომლებაც ესე იგი ასე ვთქვათ ანექსირება გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას შემოიტანეს თავიანთი კანონები შემოიტანეს თავიანთი ბიუროკრატიული რაღაც აპარატი მექანიზმი ესე იგი ამუშავეს საქართველოში როგორ იყო საქართველოში თავადაზნაურობა ესე იგი ნებისმიერმა ადამიანმა იცოდა საქართველოში რომელიღაც ნებისმიერი დაუშვათ მარღანი იქნებოდა თუ მარშანია იქნებოდა თუ დაუშვათ ფალავანდიშვილი იქნებოდა თუ ის იქნებოდა თავადაზნაური იყო თავადი იყო აზნაური და მას აჭიდებოდა მიუხედავად დამამტკიცებელი საბუთი არ იყო საჭირო მიუხედავად იმისა ყოველი შესვლილი მეფე მაინც უმტკიცებდა ამა თუ იმ გვარს თავის იმასა უახლებდა უპასტორად უახლებდა აფხაზეთში დაახლოებით 60-იანი 70-იანი წლებისთვის უკვე შეიქმნა ეს კომისია რამდენიმე კომისია შეიქმნა
მარღანიების ასე ვთქვათ საამაყოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ რამდენიმე თავადს ამ კომისიის გარეშე დაუდასტურდა რომ თავადები იყენებდა კი ბატონო არაოფიციალურად აღიარეს ოფიციალურად აგერ გურიაში მაცხოვრებელობა მარღანიას პირდაპირ ეწერათ რა სახაზინო გლეხი ეწერათ და ეს ასე იყო ან დროებით ესე იგი დროებით ვალდებულ გლეხად წერდნენ ისეთ ადამიანებს რომლებიც ვერ ამტკიცებენ თავიანთ იმას რა ქვია იყო სამი კომისია შედგა დასავლეთ საქართველოში და სამ კომისიაზე ბევრმა ვერ მიიტანა ეს დამამტკიცებელი საბუთი და ეს რუსულმა ბიუროკრატიულმა აპარატმა არ დაუჯერა სიტყვაზე არენდო ამა თუ იმას ადამიანს და ესე იგი მოთხოვა საბუთი მოთხოვა რომ ეს დამტკიცე რომ ესე იგი თავადი ხარ ან აზნაური ხარ ეს ბევრმა ვერ შეძლო იმიტომ ვერ შეძლო ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ჩვენ სულ ომში ვიყავით ჩაფულები და როცა ესე იგი როცა ხდება ესე იგი თავდასხმა ამ ფურცლის ფარატინა ფურცლის გადარჩენას გირჩევნია ოჯახი გადაარჩინო ამიტომ რომ გარბიხარ რაღაცა ამაზე არ ფიქრობ ოჯახზე და ამიტომ ბევრმა ადამიანმა დაკარგა ზოს თავში სტიქიური უბედურების შედეგად ან რაღაცა ხანძრის შედეგად დაიკარგეს რაღაცები და ჩვენ აქ საქართველოში ყველა მიცოდა ესაც ერთგვარი რაწოდებას წარმოადგენდა იმათვა იქ როგორ იყო რუსეთში სხვანაირად იყო რუსეთში გვარს კი არ ანიჭებდნენ იმას აქვია თავდაზნაურობას ანიჭებდნენ ოჯახს ან პიროვნებას ანიჭებდნენ აქედან გამომდინარე რუსებმა ვერც გაიგეს რას ნიშნავდა დავუშვათ მარღანიები ყველა მარღანია თავადი ან აზნაური ვერ გაიგეს ის ამიტომ მოთხოვეს საბუთი ერთმა მიიტანა დანარჩენმა ვერ მიიტანეს ამიტომ რამოდენიმე მარღანია სანამ დაამტკიცებდნენ ესე იგი თავიანთ იმას აქვია თავდაზნაურობას მანამდე ესე იგი დროებით ვალდებულ გლეხებად ანუ სახაზინო გლეხებად ან სახელმწიფო გლეხებად ჩაწერეს და ნუ გაგიკვირდებათ იმიტომ რომ ძალიან ბევრი გვარი დღესაც მე-19 საუკუნეზე მაქვს მელაპარაკი მე-19 საუკუნემდე სხვა კანონები მოქმედებდა დავუშვათ აღმოღასამართალი ვახუშტის ვახტანგის სამართალი და ის რამდენი იქ სხვა იყო მაგაზი ძალიან ბევრი დასაუბრები და ახლა ამ გადაცემაში არ გავჩერდები ამაზე რომ მე-19 საუკუნეში სხვანაირად იყო იმიტომ რომ მე-19 საუკუნეში თუ ერთი და იგივე გვარის წარმომადგენელი არის თავადის და აზნაურის და თავშოთ გლეხის აქ სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე და არ გვაქვს არა იყო როგორ არა რაღაცა დაყოფის შედეგად თავშოთ რო იყოფოდა სისხლი მცირდებოდა ანუ ესე იგი ის როგორ გადასახადის იყო ნაკლები არა როგორ იყო იცი აი სამვე კატეგორია სამი კი 4 კატეგორია იყო ანუ თავადები იყვნენ თავადები კიდე სამ კატეგორიად იყოფოდა აზნაურები იყვნენ რომლებიც სამ კატეგორიად იყოფოდა აზნაურს დაბლა იყო მსახური და მსახურს დაბლა იყო გლეხი ანუ გლეხის სისხლით იყო შეფასებული 12 თუმნად მსახურის იყო შეფასებული 24 თუმნად ორჯერ ისა ხო და ესე იგი რომ გაყოფა რო ხდებოდა სახასო გადასახადის მამული რომელიც შეებოდა იმას და ჩვენ ალბათ კარგად გვახსოვს ვახუშტი ბატონიშვილი რას წერს აზნაურს აქ უნდა დაუშვათ ესაო თავას მოყუნეს ეს და ესე იგი თუ ამ რამდენიმე ჩამონათვალი და რომელიმე მცირდებოდა მისი ესე იგი სისხლის ფასი მცირდებოდა ხო და ამიტომ კრინდებოდა ამასთანაც იყო დაკავშირებული ამაზე შემდგომ ვილაპარაკოთ მე შეპირებულები ვარ რომ ესე იგი ამ საკითხებზე ცალკე გადაცემა გვინდა მიუძღოთ მაგრამ ახლა კიდევ მინდა დარჩა ცალკე პიროვნებებზე მინდა ერთი-ორი სიტყვით რომ შევეხოთ რა თქმა უნდა მაგრამ ეს საინტერესოა მოგეთ პირველი მარღანია რომელიც ასე ვთქვათ არის ცნობილი და წარმატებული და თვალსაჩინო ეს იყო როგორც ახსენე უკვე კაც ბეჟანისძე მარღანია რომელიც 1766 წელს დაიბადა და გარდაიცვალა დაახლოებით 1874-ან 66 წელს. ზუსტი ცნობა არ არსებობს, მაგრამ ვიცით რომ 100 წელს იყო მიტანებული. იგი გახდათ რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი 1854 წლიდან, იყო მჭიდროდ დაკავშირებული შარვაშიძეების სამთავრო სახლთან, გამომდინარე იქიდან რომ მისი მამა ბეჟან მარღანია იყო გიორგი მეორეს იგივე საფარბეი გიორგი შარვაშიძის, ანუ საფარბეი შარვაშიძის აღმზრდელი, ხოლო თვითონ ეს კაც მარღანია აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის აღმზრდელი გახდათ. მისი პოლიტიკური ორიენტაცია თავიდან იყო პროთურქული, პროოსმალური და ანტირუსული.
ამის გამო იგი რამდენჯერმე აუჯანყდა კიდეც რუს მმართველობას, თუმცა როდესაც ტახტზე, აფხაზეთის სამთავრო ტახტზე მისი აღზრდილი მიხეილ შარვაშიძე დასვეს, ამის შემდეგ მან ორიენტაცია, ასე ვთქვათ, შეიცვალა და პრორუსი ორიენტაციის გახდა თავისი აღზრდილის, ასე ვთქვათ, საპატივსაცემოდ და მოკლედ მას დაუდგა გვერდში, როგორც თუ შეიძლება ასე ითქვას. ფაქტობრივად ამ პერიოდში იგი გახდა აფხაზეთში მთავრის შემდეგ პირველი ადამიანი, პირველი კაცი გავლენების მიხედვით და დღემდეც ახსოვს აფხაზეთში სხვათა შორის კაცმარღანია და დღესაც იხსენებენ მასზე უამრავი ლეგენდა არის შექმნილი, უამრავი ისტორია არსებობს, რომელთა ასე ვთქვათ ლეგენდებისგან დიფერენცირება ცოტა რთული საკითხიც არის. იგი აფხაზეთის მილიციის მეთაური იყო და როდესაც ომერ-ფაშა შემოვიდა სამეგრელოში, თქვენ გახსოვთ ალბათ რომ მან სამურზაყანოც ასე ვთქვათ გადაწვა და სამურზაყანოში სწორედ ფაშად დასვა კაცმარღანია, ანუ სამურზაყანოს განაგებდა ამ პერიოდისთვის კაცმარღანია. იგი მონაწილეობდა ექსპედიციებში უბიხებისა და წებელდელების წინააღმდეგ, წებელდას განაგებდნენ მარშანიები, ესეც უნდა აღინიშნოს და მათ წინააღმდეგ ექსპედიციებში მონაწილეობდა. ხო, რუსეთის მიერ აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ 1864 წლიდან უკვე კაცმარღანია დასახლდა გუდაუთაში და იქ ააგო მეჩეთი. და არის ასეთი ცნობაც რომ გარდაცვალებამდე იგი ესე იგი მექაში გადასულა, ჰაჯი მოუხდია და სწორედ მექაში გარდაიცვალაო, ასეთი ცნობაც არსებობს. თუმცა როგორც მე ვიცი, საფლავი მისი არ არის ცნობილი, მაგრამ ძირითადად არის ასეთი მონაცემები და ამაზე საუბრობენ აფხაზები, რომ იგი დასაფლავებული უნდა იყოს მშობლიურ სოფელში, ანუ ხვაფში, იგივე ხოფში, ქართულად. შემდეგ ეს იყო მალაქია, იგივე ყარამან მარღანია, რომელიც 1859 წელს დაიბადა და 1918 წელს გარდაიცვალა. ეს იყო რუსეთის იმპერიის ასევე არმიის გენერალ-მაიორი 1813 წლიდან. იგი 1879 წლიდან მსახურობდა თურქმენეთში, იყო თურქმენთა ესე იგი ცხენოსანთა არარეგულარული დივიზიონის მეთაური, ასევე გახლავთ დაღესტნის ცხენოსათა პოლკის, ასევე კავკასიის მეორე და მესამე კაზაკთა დივიზიების მეთაური. იგი რუსეთში მომხდარი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა და გარდაიცვალა 1918 წელს. ამ ადამიანზე დამატებით შეიძლება ითქვას, რომ უაღრესად განათლებული ადამიანი გახლდათ. ეს იყო პირველი ადამიანი, რომელმაც თურქმენეთში ესე ვთქვათ შეისწავლა ეს თურქმენული ენის ახალთექური დიალექტი და გამოსცა წიგნი, რომელმაც გაუმარტივა რუსებს თურქმენული ენის სწავლა და შესაბამისად თურქმენებსაც რუსული ენის სწავლა. ანუ პირველი თურქმენული ენის თვითმასწავლებელი შეადგინა და ამის შემდეგ მას კიდევ ჰქონია, როგორც ვიცი, ცდილობა იმისა, რომ კიდევ დაეწერა წიგნი, თუმცა ვეღარ მოასწრო. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი სამშობლოს გარეთ თურქმენეთში გაატარა, იგი არასდროს არ ივიწყებდა თურმე აფხაზეთს და საკუთარ დაძმას ყოველთვის ეკონტაქტებოდა და უგზავნიდა კიდეც გარკვეული რაოდენობის თანხას, რომლის საფუძველზეც მათ მშობლიურ სოფელში სახლიც კი აუგიათ. შემდეგ მინდა ვისაუბრო სასქიარ მარღანიაზე, ეს იყო აფხაზეთის მუჰაჯირთა შთამომავალი, რომელიც თურქეთის სოფელში ადაფაზართან ახლოს მდებარე სოფელ ქაიალარში დაიბადა და გახდა შემდგომ ოსმალეთის იმპერიის 34 სულთნის აბდულჰამიდ მეორის მეცხრე მეუღლე. ულამაზესი ქალბატონი, მისი სურათები არის შემორჩენილი და ძალიან ლამაზი ქალბატონი იყო. დიახ, როგორც ცნობილი არის, მე-19 საუკუნიდან უკვე ოსმალეთის იმპერიაში განსაკუთრებით ფასობდნენ კავკასიელი ქალბატონები და ეს იყო ძირითადად ჩერქეზები, ქართველები და აფხაზი ქალბატონები და მათ რიგებში იყო სწორედ ეს სასქიარ მარღანიაც, რომელიც გახლდათ ზემოთ გახსნილები კაცმარღანიას შვილიშვილი და მისი მშობლები იყვნენ რეჯეფ ბატა მარღანია მაანი და დედამისი იყო რუქიე ჰალაჰანიმ მიქანბებიც აფხაზთა სააზნაურო ფეოდალურ გვარს წარმოადგენენ. ხო, როდესაც ეს სასქიარ მარღანია აბდულჰამიდ მეორეზე დაქორწინდა, ქორწინებიდან 1 წლის შემდეგ მათ შეეძინათ ქალიშვილი. ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდათ მათ რეფია
რომელიც ესე იგი ოსმალეთის იმპერიაში უკვე სულთნის ასე ვთქვათ ტახტიდან ჩამოგდების შემდგომ ბეირუთში ცხოვრობდა, იქვე გარდაიცვალა, სამწუხაროდ სასქარი მოესწრო თავისი შვილის და ასევე უმცროსი შვილის გარდაცვალებას და ბოლო პერიოდში 1945 წლამდე ცხოვრობდა მის უფროს შვილიშვილთან, რებიესთან. გარდაიცვალა ბეირუთში და დაკრძალული არის ასევე ბეირუთში. მეორე მარღანია ეს იყო ბეჰიჯე მარღანია, რომელიც ასევე აბდულჰამიდ მეორის მეუღლე გახდა და სასქარ მარღანიას ბიძაშვილი იყო. მას სულთნისგან ეყოლა ორი, ასე ვთქვათ, ვაჟიშვილი, ტყუპები, ნურედინი და ბურედინი. ეს ქალბატონი სამწუხაროდ ძალიან ტრაგიკული ბედის აღმოჩნდა, ისიც ესე იგი გაჰყვა სულთანს ჯერ სალონიკში და შემდეგ პარიზში ცხოვრობდა თავის ერთ-ერთ შვილთან, თუმცა მანაც სამწუხაროდ სასქარის მსგავსად იხილა თავის ერთ-ერთი შვილის გარდაცვალება, რომელიც პარიზში არის დაკრძალული. ასევე დიმიტრი თლაფსიძე მარღანია, დაბადებული 1866 წელს, გარდაიცვალა 1946 წელს. ეს გახლდათ აფხაზეთში გამოჩენილი სასულიერო პირი, პირველი აფხაზი, რომელმაც მიიღო პროტოდეკანოზის წოდება. გარდა ესე იგი რელიგიური საქმიანობისა, იგი საერო საქმესაც ეწეოდა და ესე იგი ასწავლიდა ბავშვებს წერა-კითხვას, თარგმნიდა წიგნებს რუსულიდან, ასევე მან პირველად თარგმნა ვეფხისტყაოსანი აფხაზურად და საღვთო წერილებსაც თარგმნიდა ქართულიდან აფხაზურ ენაზე. მან ესე იგი საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ ოჩამშერის სკოლაში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა და უამრავი ჯილდო ჰქონდა შემდეგში მიღებული. ასე უნდა აღნიშნოს, რომ მისი შვილი გახდა სწორედ პარიზში მოღვაწე ოფიცერი და შემდეგ უკვე ჟურნალისტი პეტრე იგივე პიერ მარღანია. და ბოლოს მინდა დავასრულო ჩემი წინაპრით, ჩემი დიდი ბებიის მამა თამშუქ მარღანია, რომელიც 1897 წელს დაიბადა და 1977 წელს გარდაიცვალა. იგი გახლდათ ოტობაიელი აზნაური, პოეტი და კოლორიტი სოფლის. იგი ესე იგი აქვეყნებდა მეგრულად და ქართულად ლექსებს სხვადასხვა გაზეთებში, წერდა, თუმცა ომის დროს სამწუხაროდ მათი სახლი ორჯერ გადაიწოდა, ბევრი არაფერი შემორჩა მისი ნაწერებიდან. მაგრამ როგორც სოფლის, ასე ვთქვათ, მის თანასოფლელები იხსენებენ, ის ძალიან კოლორიტული პიროვნება გახლდათ, უხვად ასაჩუქრებდა თურმე ნებისმიერ ადამიანს სოფელში მოსულ ნომენკლატურულ პირს ამ თავისი ლექსებით. ეს ლექსები ეხებოდა არა კონკრეტულ თემატიკას, არამედ იყო ზოგად ფილოსოფიური, პატრიოტული, საკუთარი სოფლის ისტორიის კვლევას, ასე ვთქვათ, კვლევა და სხვა თემატიკა. ეს იყო მაღალი, ტანადი და წარმოსადეგი აზნაური, რომელიც ძალიან დიდი გავლენით გამოირჩეოდა სოფელში, ყოველთვის ავტორიტეტული ფიგურა იყო და მის ავტორიტეტს სოფელი ძალიან კარგად იყენებდა, რადგანაც იგი ყოველთვის სადაო საქმე იქნებოდა თუ სალხინო საქმე იქნებოდა თუ ჭირი იქნებოდა, მას აზრს ეკითხებოდნენ, ითვალისწინებდნენ და მის ავტორიტეტს ასე იყენებდნენ. მოკლედ ძალიან კარგი გადაცემა გამოგვივიდა, მინდა გითხრა ლუკა, ეს იყო ძალიან საინტერესო და ძალიან კარგად წარმოჩენილი გვარი. ეს არის თუ კი არა დაწუნებული ვარ, დანარჩენი 10 გვარიც ასე იქნება წარმოდგენილი და ეს კიდე ეს მე ხარ ნამდვილად ვიცი ეს არის შემოკლებული ვარიანტია იმისა, რაც ესე იგი რაც იმ წიგში უნდა იყოს განთავსებული და ეს არის ძალიან კარგი. მე მიხარია, მაგრამ მიხარია, რომ ასეთი ადამიანი არსებობს ამ ქვეყანაზე, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. ეხლა მინდა ასაკი მინდა კითხო რა 22 წლის. აი 22 წლის ადამიანი რომ ამას გააკეთებს, ამას დამრწმუნეთ, რომ ძალიან დიდი მომავალი აქვს და მინდა ესე იგი აი დიდი სიამოვნებით გავადელი გადაცემა იყო, ძალიან კაი გადაცემა, შედგა ჩვენი გადაცემა. შედგა ჩვენი გაცნობა, ჩვენ ესე იგი ინტერნეტის მეშვეობით უკავშირდებოდით აქამდე ერთმანეთს და დღეს შედგა ჩვენი შეხვედრა და მინდა იმედი დავიტოვო, თუ ესე იგი უკაც იქნება თანახმა. ერთ-ერთი თანაავტორიც შეიძლება გავხადოთ ამ გადაცემის, მაგრამ ამ 10 გადაცემის შემდეგ, რასაც ესე იგი ლუკა წარმოგვიდგენს, შემდეგ კიდე შეიძლება ერთად ვითანამშრომლოთ და ერთად გავაკეთოთ კვირაში ერთხელ ვისაუბროთ იმ საჭირბოროტო და ნამდვილად საჭირბოროტო, ამიტომ რომ ეს ისეა ადამიანები ივიწყებენ სამწუხაროდ ისტორიას ივიწყებენ და ისტორიის დავიწყება არის ძალიან ცუდია.
ცუდია იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად ვამბობ და ეხლა მინდა გავიმეორო რომ ისტორიის რაღაცა იმაში ლაბირინთში არის დადებული ის გასაღები რომელიც მომავალს ჩვენს მომავალს საქართველოს და ქართლის მომავალის კარებს აღებს და იმ კარების გაღების გარეშე და იმ გასაღების გარეშე და იმ ცოდის გარეშე რა ჩვენ წარსულში გვაქვს დატოვებული ჩვენ მომავალს იმ ოთახში ვერ მოხვდებით რა ოთახშიც უნდა მოვხვდეთ ამიტომ აუცილებელია ეს ყველაფერი და ამიტომ აუცილებელია ახალგაზრდებს შეუწყოთ ხელი რომ წარმოაჩინონ თავიანთი თავი და თავიანთი ესე იგი თავიანთი ნაშრომები მე მინდა მადლობა უთხრა დღევანდელი დღისთვის ლუკას და მინდა რომ ესე იგი უსურო წარმატებები მადლობა ორმესი პირიქით ვიტოვებ იმას აფია რომ ესე იგი ლუკას რომ ესე იგი შევთავაზო მას ესე იგი ერთ-ერთი ჩემთან ერთად იყოს და ვალებიც გამოვა იმედია მალე გამოვა და ეს დააღწევს თავს ამ საჩნელ ვერაკ დავადებას და ჩვენ სამნი ესე იგი შევეჭიდებით ამ იმას აფია ვართაკლევას და დიახ და მინდა ავიცებო ყველაფერი კარგი გუსურვო აქვე განვაცხადებ მაშინ რომ ამ აზნაურული გვარების გარდა უკვე დამუშავებული მაქვს 3 თავადური აფხაზური გვარი რომელსაც კი ბატონო მომეცემა შესაძლებლობა მოგეცემა ლუკა აქედან მე გაძლევ პირობას რომ მოგეცემა საშუალება ჩვენ ჩათვალე რომ ყოველ კვირა დღეს აი დროს როგორც ახლა მოხვედი შეგიძლია არ შემეკითხო შენი იმითი რა ქვია მითხრა რომ აი მოდივარ ბატონო ლევან მაგ მომზადებული ეს გვარი და ამ გვარზე ვილაპარაკებ მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის და გავიც გამოიწერეთ ჩვენი არხი გამოიწერეთ ჩვენი გადაცემა ლევან ბერაის ავტორო გადაცემა საქართველოს ისტორიულ გვარებზე დიდი მადლობა ყურადღებისათვის და სვენისათვის 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავდღეს მოსრები ვართ მაგრამ მევსაც ბედნიერსა ვიმღერია კიდეც ვიმღერ შეს ვიმღერ